გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უახლოეს დღეებში კახეთში, კერძოდ კი გურჯაანში ჰაერი მნიშვნელოვნად დათბება და 23-25 გრადუსს მიაღწევს. თუმცა 31 მარტსა და 1 აპრილს კვლავ გაწვიმდება. სავარაუდო არის ელჭექიც. ნალექთან ერთად მოსალოდნელი არის ტემპერატურის უმნიშვნელო კლება. დაბლობში 20-21, მაღლობში კი 13-15 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთის რეგიონში და გურჯაანში ხვალ ამ საღამოსაც შესაძლებელია რაღაცა მცირედ გაწვიმდეს და ხვალ დღის მეორე ნახევარში 28 ღამის ჩათვლით არის მოსალოდნელი ხანმოკლე მცირე წვიმა, რომელიც ტემპერატურის დაკლებაზე არ იმოქმედებს. მინიმალური ტემპერატურაც მოსალოდნელია 30 მარტის ჩათვლით, კეთვით 12, იმიდან აქ 6 გრადუსიდან შეიძლება 12 გრადუსამდე კი მივიდეს მინიმალური ტემპერატურა და მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია. დღეს გაუჭირდება ძალიან კარგად გათბობა და რაღაცა, მაგრამ 15 გრადუსი მაინც იქნება და ხვალიდან შაბათ კვირის ჩათვლით 28-29 მარტის ჩათვლით 24-დან 26 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა. და 11 მარტს რაღაცნაირად უკვე ირევა, ცოტა დასავლეთიდან შემოდის ისინი, რომელიც ალბათ იმოქმედებს კახეთის რეგიონზე. ტემპერატურაზე იმდენად არა, მაგრამ გაწვიმდება, შეიძლება ელჭექიც გაურიოს, უკვე იწყება ელჭექების სეზონი, თან ტემპერატურაც ცუდა ხდება. შესაძლებელია ის კვირა იყოს კვლავ არამდგრადი, მაგრამ 31 და 1 აპრილს ტემპერატურა იმდენად ვერ დაიკლებს, რამდენადაც დაკლება მოსალოდნელია 2 აპრილიდან და დრო გამოშვების წვიმები.